ბავშვობის თამაშები იყო ჩემი, რაც მაგრამ ევასებოდა. ტრაკობანა, ათობანა, ფეხბურთში ერთი როგორც კარი კი არ იყო ხოლმე, ვიღაცის კარი იყო, ვიღაცის მეზობლის კედელი ან კარი იყო რა ის. მეზობელი გამოვარდებოდა ჩემღობეს ნუ ურტყამ. ხო, იმიტომ რომ ის ბოძები რაც იყო, იგენი შტანგები იყო და ეგ იყო ხოლმე რაღაცა უბანი ვიყავით გარეთ, ერთი ვინც ააცელდა ან ორჯერ შეეხებოდა ბურთს, ან დაგდებულიდან გაიტანდა დგებოდა კარში. ჟოპასტენკას ეძახით. ეგ იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაში და ყოველდღიური. ფეხბურთი თავისთავად, ესე ფეხბურთთან მივდივარ. მე შემიყვანეს კიდე კალათბურთზე რა. ჩემებმა ბავშვობაში რომ ალბათ იმიტომ რომ რაღაცა გავზრდილი ყავი თუ არა. ყველა ვარიანტი ეგ იქნებოდა რა. აბა კალათბურთი არ მგონია რომ ჩემმა კალათბურთელი გაზრდიდაც ვერ გავიზარდი და კალათბურთელიც ვერ გამოვედი და მე ეგ იყო ეგ ორი სპორტი იყო ჩემთან, რაც ვიარებ. როცა დამჭა კალათბურთის სიყვარული, როგორც კალათბურთს უყურებ, როგორ იცი რომ მარტო საქართველოს როცა თამაშობ. კიდე ქალაქობანა მევასებოდა. ქალაქობანა მაგარი იყო. სიტყვასაც მოწონ სხვათა შორის ეგ და აზროვნებას მაგრა აჩქარებს, იქ ბუზერა არის სოფელი. მე უკვე გაიზეპირებ და ეგრევე რომ ჩაარიხინებ ხოლმე. კარტის თამაში დიდათ არც მიყვარდა ხოლმე და ეხლაც კარჩე ჯოკერით და დომინო და რაღაცებით ვერა რა. ნარდიც ვერა რა. დამკა იყო, დამკა თამაში მარტივი. ეს და მამამისის ნარც მაგრა თამაშობენ სტუმრად ვარ სურამში და ორივეს მოუგე თითო ხელი და გავიქეცი ეგრევე მე სალაპარაკო. აღარ გაგვიგრძე. დღემდე ისა. დღემდე სალაპარაკო სტუმრად შენ თუ არ დაბრუნდები, ესენი დაბრუნდებიან. მე აღარ ეთამაშე. არა გავიქეცი აღარ. როგორ არის? იმით მოგებული ვიყავი და всё ბეჭი. აღარ მეთამაშეო თორე ჩვენ რას ლაპარაკობ. შენ რა თამაშებს გაიხსენე? თედორაც ჩამოთვალა ეგენი ძალიან გვიყვარდა უბანში მაგარი პოპულარული იყო 7 კენჭას ვეძახდეთ. კი, ბავშვები ვათამაშეთ ხოლმე. სხვადასხვა სახელი ქვია. უსრო გააგორე. ხო, ხვები და მე რო უდო დაალაგო, ნუ წრეში ბურთი. ძირითადად რაღაც სტანდარტული თამაში, სკოლაში ძალიან პოპულარული იყო ერთი პერიოდი ლახტი. მე და ჩემი კლასელები და აჭრილებული ვიყავი კამრით ერთხელ აქ მომხვდა ბალთა. ძალიან ჩემი ბრალი იყო არასწორად ვიმოქმედე და აქ მომხვდა ბალთა და მაგრამ ეფინა. ჩემი იყო დახუჭობანა და ერთი დახუჭობანა. ერთი ტოტოც იყავდა დათო ერქვა. რა შვებოდა ისე? ის ხო იყო ხოლმე გამარჯვებულო გამო. ეს წავიდოდა სახში, შეჭამდა, წამოწვებოდა. მთელი ეზო დავდევდით გამარჯვებულო გამოდი, ის წამოწოლი იყო ხოლმე ჩამოვიდოდა ნახევარ. ნაჭამი გამარჯვებული და ნაჭამი გამარჯვებული იყო ხო? არა, კაი. კი.